მართლაც გესმით, რომ დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და მანდატური სამსახურის წარმომადგენლებს შორის არ ვიცი გესმით თუ არა ძალადობრივად გაყავთ აქ აქტივისტები და მანდატური სამსახურის თანამშრომელი პარალელურად ეუბნებოდა რომ აუცილებლად გიჩიულებო მოკლედ როგორც ჩანს ეს მუქარა პოლიტიკური მოტივაციით პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზი არ არის და ახლა მოკლედ ისევ ბრუნდებით ადგილზე სადაც იყო დაპირისპირება მოკლედ სამოქალაქო აქტივისტები რომლებიც აქ არიან შეკრებილები ძალადობრივად გაყავთ შენობიდან სრულად გაუგებარია ეს რაზომა მიუხედავად იმისა რომ ისინი აქ უბრალოდ დგანან კუთხეში და ეს მას შემდეგ რაც სწორედ მოქალაქეების ამ შემადგენლობას და არა მხოლოდ არ მისცეს საშუალება რომ ისინი შესულიყვნენ მათი დევიზის პროცესზე, რადგან ეს პროცესი მიმდინარეობს ძალიან პატარა დარბაზში. კიდევ ერთი ეპიზოდი აქტივისტების გაძევების ნათია ჩიქოვანს ხედავმე, რომელსაც ძირს დავარდა, რომელიც აი ამ პროცესში ძირს დავარდა, მაგრამ მოკლედ მაინც აგრძელებენ ერთი სამოქალაქო აქტივისტი გაიყვანეს შენობიდან და აქ ერთმანეთს მოკლედ ამხნევებენ რომ მოკიდეთ ხელი და გაიყვანეთო მანდატური სამსახურის წარმომადგენლები ნათია ჩიქოვანს პირადი ნივთებიც დაუვარდა როგორც დავინახე ტელეფონი და ისიც მოკლედ გადააგდეს ახლა გარეთ მოკლედ აქ რამდენიმე ეპიზოდად დაიძაბა სიტუაცია